მთელი 2026-ის მიმდინარეობისას ჭარბი მოსავლის შემთხვევაში თუ კერძო სექტორი ყურძენს არ შეისყიდის, სახელმწიფო 1 კილოგრამს ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული ფასებით ჩაიბარებს. საკითხზე კახეთში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა სიღნაღისა და დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. მათ ასევე ისაუბრეს იმ ღონისძიებებზეც, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ღვინის ქარხნებში ყურძნის შეუფერხებლად ჩაბარება. ჩაბარებული ყურძნის რაოდენობის აღრიცხვა ელექტრონული სასწორით მოხდება. საწარმოები ასევე აღჭურვილი იქნება თანამედროვე შაქრის საზომი მოწყობილობით. იყო შეხვედრები მერებთან, საკრებულოს დეპუტატებთან, მერის წარმომადგენლებთან, წყონებულებთან. შესაბამისად მოხდა მსჯელობა და მოხდა გაცნობა იმ პირობების, რა პირობებითაც იქნება ყურძნის მიღება გადამუშავება 2026 წლის რთველს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ხარისხზე და მოსახლეობამ ახლავე უნდა დაიჭიროს ის თადარიგი, რომ 2026 წლის რთველი იყოს გამორჩეულად ხარისხიანი. ამასთან ერთად ღვინის ეროვნული სააგენტომ გააცნო ყველა ის რეფორმა და სიახლე, რაც უკვე დანერგილია ან იგეგმება, რომ დაინერგოს ამ მიმართულებით. ეს ყველაფერი მიმართულია ყურძნის ხარისხისა და საბოლოო ჯამში ღვინის ხარისხის გაზრდისთვის, რაც ტრადიციულ ქართულ მეღვინეობას, რომელიც ძალზე კარგად არის წარმოდგენილი მსოფლიო ბაზარზე, კიდევ უფრო აუმაღლებს ხარისხს და ხელს შეუწყობს ჩვენი რეპუტაციის გამტკიცებას, როგორც ხარისხიანი ღვინის წარმოებელი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნისა, რაც საბოლოო ჯამში დარგის მდგრად განვითარებაზე და გაზრდილ გაყიდვებზე აისახება. ღვინის სამშობლოში ღვინო უნდა იყოს ხარისხიანი, რისი წინაპირობაც არის ხარისხიანი ყურძნის წარმოება. მაგრამ თუ გვინდა რომ ხარისხი დავიცვათ, ხარისხი დაცული უნდა იყოს შესაბამისი პროპორციული ფასებით. ზუსტად ამ საკითხს ეხებოდა დღეს დღევანდელი შეხვედრა და რა თქმა უნდა ეს დღევანდელი თათბირი შედეგები გაცნობილი იქნება ყველა სოფელში.